ალბათ რო აღარ დავკარგო და დავიც. მეუფეო ზეცათა უბეშინის მცემული სულ ჭეშმარიტებისაო. რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღოსი მაგითაში. საუნჯეო გეცუფრო მომიჯერო სულებისაო მოვიდა და აინკიდე ჩვენ შორის. და წმინდა უკვე ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცმოდი საფირო სული ჩვენ. ამინ. ჩვენ გავჩერდით მათეს სახარების 27 ბუქზე, ხო, მე-9 თავის, ესე მახსოვს მე. ანუ დავასრულეთ. თხრობა იმასთან დაკავშირებით, როგორ აღადგინა უფალმა ქალიშვილი და თქვენ ალბათ მოусმინეთ უშინწინ სახარებას, საკვირაო სახარებას, სადაც ლუკასაგან იყო იგივე ამბავი მოთხრობილი, ცოტა უფრო ცლად. ეგ ნათქვამის იყო რომ იმ თავარს ერქვა იაიროსი და რომ მას ყავდა 12 წლის ქალიშვილი, ანუ უფრო დეტალურად იყო რაღაცეები მოთხრობილი. და დასრულდა ჩვენი წინასაუბარი იმ სიტყვებით, რომ განხდა ამბავი მისი ყოველსამას ქვეყანასაო. ანუ როცა განმავლობაში ძალიან განითქვა ეს ამბები და მასზე უკვე ყველგან საუბრობდნენ. იმიტომ რომ ესეთი ადამიანი მანამდე არავინ არ გამოჩენილა. თუმცა მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეს ისრაელიერია, ეს არის ერი, რომლის წიაღშიც გადაგებდნენ წინასწარმეტყველები და საკმაოდ უხვად. ეს იყო უფლის რჩეული ერი, რომელსაც ჰქონდა შენარჩუნებული სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. და შესაბამისად უფალი ზანებიურებდა მათ ჭეშმარიტი მასწავლებლებს, ანუ ადამიანებით, რომლებიც უფლის სიტყვას ქადაგებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ უკვირთ იესოს ქადაგება, იმიტომ რომ აქ რაღაცა სხვა ხდება. ჩვენ ამაზე უკვე ნაწილობრივ ვისაუბრეთ და მოდი ნუ გავასწრეთ მოვლენებს წინ, ბოლოსკენაც გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით საქმელი რაღაც. ამ თავს რომ მოვჩებით. მოდი გავუძოთ ხა რა ხდება. გავყვეთ. და წარმორარა ვიდოდა მიერ იესო, ანუ იქიდან რომ წამოვიდა, როდესაც განკურნა როგორ აღადგინა, გააცოცხლა, გარდაცვლილი ასული, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყურადღება მიაქციეთ რას, ანუ ეს არის ახალი გარდაცვლილი ასული, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო, ასე ვთქვათ, სულ რამოდენიმე ხნის გარდაცვლილი იყო, რაღაცა შეიძლება 1 საათის, შეიძლება ნაკლებისაც. ანუ ლუკამ დაგვიკონკრეტა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება უშინწინდელ სახარებას, რომ იქ ნათქვამი იყო, რომ აი იმ გზის განმავლობაში, ანუ როდესაც მიდის მასთან ეს იაიროსი, ეს მთავარი, ჯერ კიდევ არ არის გარდაცვლილი ეს ადამიანი და ეუბნება, რომ ასული ჩემი ავათარისო და მიკვდებაო, ანუ იცის რომ რაღაცა ისეთი მძიმე ჭირს, რომ ვერ ეშველება. კვდება. მაგრამ ჯერ არ არის გარდაცვლილი. და გზაში, როდესაც მიდიან უკვე, ხო? აი მერე ხდება უკვე ეს ამბავი, რომ ატყობინებენ იაიროს, რომ შენი ასული გარდაიცვალა და ნუ დააშრობ მოძღვარსაო, ანუ ნუ აწუხებო. მოძღვარს ტყილა ნუღა შეაწუხებ, იმიტომ რომ გარდაიცვალა, ანუ იმათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება რომ გარდაცვლილიც გააცოცხლოს რა. ხო და ამაზე უფალი ეუბნება, რომ ეხლა ნუ ალბათ წარმოგიდგენიათ, ეხლა იაიროს სახე, ხო, როცა შეატყობინებდნენ, რომ ერთადერთი ასული 12 წლის, რომელიც აი ვერ მოასწრო, ხო? თან ეხლა გზაში ნელ-ნელა მიდის უფალი, ხალხი ახლავს თან. იქ მერე სისხლდინარე დედაკაცის განკურნება ხდება, იმ დროს ჩერდება უფალი, აქეთ-იქით იყურება, ვინ შემახო უკითხულობს. ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ იაიროს გულში რა ხდება, ხო? მაგრამ აი რამხელა რწმენას გამოხატავს, რამხელა სიმდაბლეს გამოხატავს, რომ კი არ აჩქარებს უფალს. რა დროს ეს არის, ეს მოიცდის, ამოის მიკვდება, არა მსგავსი არაფერი, მორჩილად ელოდება მოვლენების განვითარებას და ამ დროს ატყობინებენ, რომ გარდაიცვალა, წარმოიდგინეთ რა. და მისი შეწუხებული სახე წარმოიდგინეთ, ეხლა რამხელა მწუხარება აღებიჭდებოდა სახეზე იაიროს, როცა გააგებინებდნენ, რომ აი ეს მისი ერთადერთი ასული გარდაიცვალა და ერთადერთი იმედი,
რომელსაც ესე ხავსივით ემღა უჭებოდა, რომ აი იესოს შეუძლია რომ განკურნოს, რომ არ გარდაიცვალოს, ესეც უკვე განუქარდა. მაგრამ აი ხედავთ, ამას უფალი განგებაკეთებს, მიაქციეთ ყურადღება, ანუ განგება აყოვნებს, უფალს უნდა რომ ის გარდაიცვალოს, რომ იაიროსი უფრო მეტად გაიზარდოს რწმენაში, გაიზარდონ რწმენაში მოციქულებიც, რომ პირველად იხილონ აღდგინება უკვე გარდაცვლილი ადამიანისა, მაგრამ ხედავთ უფალი როგორ ნელ-ნელა თანმიმდევრობით. ანუ რას მინდა იცით, მიაქციეთ ყურადღება, რომ სხვა არის, როდესაც ახალ გარდაცვლილს განკურნავს. შემდეგ მოგვიანებით იქნება, როდესაც ჭაბუკს განკურნავს, ხო? გარდაცვლილს, რომელსაც უკვე მიასვენებენ დასაკრძალავად, აი იმ დროს. ანუ ის უკვე შეიძლება ვთქვათ, რაღაცა ერთი დღის გარდაცვლილი იყო, ვთქვათ, სიტყვაზე. ანუ ორი დღის გარდაცვლილი იყო და ბოლო განკურნება, ბოლო აღდგინება, აღადგეს უпроსორად მაპატიეთ. ბოლო აღდგინება ხდება უკვე ლაზარესი. ლაზარესი, რომელსაც უკვე ხწნა აქვს დაწყებული. ანუ აი ესე ნელ-ნელა ხდება გაძლიერება და აყვანა რწმენაში მოციქულებისაც და იმ ხალხისაც, ვინც გამგებია და ვინც მოსმენია რამისადან. ნუ ეხლა ვინც არ არის გამგები, ისინი მაინც ვერ გაიგებდნენ, იცოდა ეს კარგად უფალმა და გითხარით კიდევაც რომ სწორედ ამიტომ არის რომ უფალი იგავებით ესაუბრება მათ და არა გახსნილად უმრავლესობას, იმიტომ რომ ჯობს რომ იგავის მიმართ დაბყოლდნენ და იგავად დარჩეს ეს მათთვის ვიდრე ჭეშმარიტება მთელი სიცხადით ეკადაგოს და ვერ მიიღონ და არ მიიღონ და ვინც მიმღები იყო, ისინი იზრდებოდნენ აუცილებლად რწმენაში. მოდით ნახოთ რა ხდება. მოსდევდეს მას ორნი ბრმანი. ორი ბრმა აეკიდა. სად იყო და სად არის? ღაღადებდეს და იტყოდეს, შემიწყალენ ჩვენ ძეო დავითისო. მოდის უფალი, ანუ გამოვიდა იმ სახლიდან, სადაც ეს ქალიშვილი აღადგინა. ეხლა იქაც როგორი აჟიოტაჟი იქნებოდა თქვენ წარმოგიდგენიათ, ხო? რომ აღადგინა რა. გახსოვთ ალბათ ხო, რომ უფალი როცა იტყვის, რომ ამას ზინავსო, კი არ მოკვდაო, ბასრობდნენ, უნდა ეკიცხებდნო, იმიტომ რომ ყველა მიცოდაო, რომ გარდაიცვალაო და ხა როგორ მე ხა გარდაცვლილს და დაძინებულს არჩევდნენ ერთმანეთისაგან, ხა აღარც პულსი ქონდა, აღარც გული უცემდა, არაფერი, ნუ აი ყველა ნიშანი ქონდა იმისა, რომ გარდაიცვალა ბავშვი რა. და ამ დროს ხდება საოცრება, გამოყრის ყველას, მარტო მშობლებს დატოვებს და აღადგენს. აღადგენს და ეხა ხო გაიგეს ის ამბავია რა, ლუკა გვეუბნება რომ თან მშობლებს უთხრა რომ აჭამეთ რამეო. იმისათვის რომ მშობლები დარწმუნებულიყვნენ რომ ეს რაღაცა სული და მოჩვენება კი არ იყო, რომ ნამდვილად მათი შვილი აღადგინა. იმიტომ რომ საჭმელს რომ შეჭამდა ხო დარწმუნდებოდნენ რომ ნამდვილად ის არის, ხო? და არ ეჩვენებათ მათ და არ ელანდებათ რა. და ეხა თქვენ წარმოიდგინეთ აჟიოტაჟი, დახოვული ხალხის, გულშემატკივრების, ნათესავების, სეირის მაყურებლების, რომლებიც უხვად იყვნენ ხო, რა აინტერესებდათ რომ აბა რას იზამს, აქაც იზამს რამეს? ახეს რო ქნა, ხო, აქაც შეძლო უფალმა, აქაც აღადგინა ეს ადამიანი. და მოდის უფალი მშვიდად, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ღმერთი ყოველთვის ცდილობს იესო რომ განეშოროს დიდებას, განეშოროს აღიარებას ხალხისაგან და ტაშის დაკვრას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ყოველთვის მოდის იქიდან, სადაც აი ამ დიდ სასწაულებს აღასრულებს, ეუბნება მოციქულებს, რომ წამოწავიდეთ აქედან, ავიდეთ ნავში, გადავცვლოთ სხვაგან, ანუ მუდმივადერიდება აი ამ დიდებას კაცთაგან. და ნუ ცხადია რომ ეხლა ამას აღარ ვამატებ ხოლმე, იმიტომ რომ ისედაც უნდა ვიცოდეთ უკვე რომ ჩვენთვისაც ეს მაგალითი უნდა იყოს, სწორედ რომ ჩვენს ესე უნდა ვერიდებოდეთ ყოველგვარ დიდებას და პატივს ადამიანებისაგან, ეს არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. შემოკარგებოდა ის სამწუხარო ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს არის ხოლმე ჩვენი მიზანი. ზოგჯერ ადამიანი შინაგანად გაუაზრებლადაც კი, გაუცნობიერებლადაც კი ამას ელტის. ეს უნდა თუ აი ვიღაცამ ტაში დაუკრას, ვიღაცამ აღიაროს, რა შენ რა მაგარი ხარ. და აი ეს ცუდი რამეა, დამეჯერეთ რა, ამით იკვებება მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე ქვენა და ყველაზე ცუდი რაღაცა ჩვენში, რაც მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს უფალს, აი ეს ამპარტაუნება, ის ჩვენი საკუთარი თავის მოყარეობა. და გვავიწყებს რომ თუ კი რამე გაგვაჩნია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უფლისაგან. აი კიდე ეს ორი ბრმა, ეხლა ნუ ამ ორ ბრმასაც რაღაცა იმედი გაუჩნდათ, ხედავთ? რო ეხლა სადაც ის მკვდარი გააცოცხლაო, ფიქრობენ ეხლა თან ბოლომდე ცაზე არ არიან ეხლა ეს ბრმები, იმიტომ რომ ეხლა ბრმები არიან რა, თავის თვალით არ უხილავთ. რაღაცა ესმით, მაგრამ ეხლა რაც ესმით, ისიც ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ
რამდენად მართალია ეს, მაგრამ ხედავენ ხალხს, ხედავენ როგორ ესმით. ბევრი ხალხია, მიყვებიან ეს ხალხი და რაღაცა, წარმოიდგინეთ, ეხლა ჩაესახათ იმედი ორ ბრმას. რომ იქნება და ჩვენს გვიშვებულს, რაღაცა ნაპერწკალმა გაიელვა მათ გულში და აეკიდნენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოსდევდესო მასო. მოსდევდნენ. და ღაღადებდნენ და იტყოდნენ, ანუ აწუხებდნენ რა, წარამარა ეუბნა იესო, ძეო, დავითისო. შეგვიწყალენ ჩვენ. ეხლა უყურეთ ამასაც მიაქციეთ ყურადღება, შეგვიწყალენ, ეს არის მიმართვა უფლისადმი, იმიტომ რომ ეხლა უფალმა უნდა შეგიწყალოს, მეტი ვერავინ ვერ შეგიწყალებს, ხო? და აი მამები გვეუბნებიან, რომ შემიწყალენ, ეუბნებიან მას როგორც უფალს. და სადღაც აღიარებენ, რომ ის შეიძლება უფალია, შეიძლება ვიღაცა ისეთია განსაკუთრებული, რომ თან ის იციან, რომ ღმერთის ნების გარეშე ვერ მოხდება მათი განკურნება, მათი თვალის ახელა, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ეს. შეიძლება თვითონ უფალი არ არის, მაგრამ უფლისაგან წარმოგზავნილი მისი მოდი ესე ვთქვათ რა ჩვენ ენაზე ნდობით აღჭურვილი პირია, რომელსაც შეუძლია რომ განკურნოს. ამიტომ მიმართავენ როგორც უფალს. მაგრამ თან დაამატებენ იესო, ძეო, დავითისო. რატო? იმიტომ რომ იციან მათში, ხა ისინი ებრაელები არიან და კარგად იციან რომ იესო, ანუ მხსნელი უნდა მოსულიყო დავითის თესლისაგან, დავითის მოდგმისაგან. და აწუხებენ, უფალი არ აქცევს ყურადღებას. აქაც შევხედოთ, ხო, რატო აკეთებს ამას ღმერთი, რატო? იმიტომ რომ მათი სიმდაბლე იცდება, მათი მოთმინება იცდება. რამდენად უნდათ მათ ჭეშმარიტად ეს განკურნება, რამდენად შეუძლიათ ბოლომდე დაიმდაბლონ თავი. რამდენად ძლიერია მათი რწმენა და სასოება იესოსადმი, რომ მას შეუძლია რომ ისინი განკურნოს. და გზაში არ კურნავს მათ იესო. ორი მიზეზის გამო, ერთი უკვე რაც გითხარით, რომ მათი რწმენა იცდება და მეორე მიზეზი არის ის, რომ ისევ და ისევ მათი იმის გამო, რომ უფალს არ უნდა დიდება და პატევი კაცთაგან. დავით არცა შევიდა იესო სახლსა, ანუ არ კურნავს მანამ, სანამ სახლში არ შედის. შევიდა ვიღაცის სახლში. მოუხდეს მას ბრმანი იგი. და რქვა მათ იესო. მოუხდეს. ეხლა აღარაფერს აღარ ეუბნებიან, იმიტომ რომ მთელი გზა ტვინი წაიღეს, გავკურნე, შეგვიწყალე. აღარ ეუბნებიან არაფერს, ეხლა თვითონაც ხვენიათ უკვე, მაგრამ მივიდნენ. სახლში შეყვნენ. ხედავთ, ანუ ბოლომდეს დიეს. ბოლომდე გამოიჩინეს ერთგულება, ბოლომდე გამოიჩინეს რწმენა. ხო ხედავთ, აი უფალმა ყურადღება არ მიაქცია მთელი გზის განმავლობაში და ისე შევიდა სახლში, რომ საერთოდ ზედა შეუხედია მათთვის, მაგრამ ბოლომდე იმდაბლებენ თავს, ბოლომდე მიდიან და ჩააბარა, გამოჩნდა მათმა რწმენა. და ბოლო შეკითხვა, ისევ და ისევ, რასაც უფალი უსვავს და რასაც ხშირად მიმართავს ის ძალიან. გრწამსა, ვით არ მე ძალმით ესე ყოფა. ნახე? ასე კითხება. კი არ ეუბნება თვითონ რომ კი მე ნამდვილად შემიძლია რომ განკურნოთ, არა? თქვენო გჯერათო რომ მე შემიძლიაო ეს რო ვქნაო? აი რა თქვენ გინდათო რომ თვალები აგიხილოთ? თუ უпроსტად ისინი თვალების ახელაზე არ ელაპარაკებიან. ანუ უფალი აქ თან თავის გულთამხილაობას ამჟღავნეს მათ მიმართ. ისინი ევედრებიან შეგვიწყალენ ჩვენ. ანუ აქაც მივაქციოთ ყურადღება, ეს ბრმებიც გულისმიერი ადამიანები არიან, ის ხორცელად კი არიან ბრმები, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სიბრმავემ, რომელიც თავის დროზე დაემართათ მათ სულის თვალი აუხილათ. და ამიტომაც ისინი გულისმიერნი არიან და იციან, რასაც ევედრებიან, იციან, რომ მათი ეს სიბრმავე ცოდვების შედეგია, რაღაცა გარკვეული უზნეობების შედეგია და ამიტომ ევედრებიან განა ის, რომ მოდი აგვიხილეთ თვალი. შეგვიწყალენ ჩვენ, ძეო დავითისო. და თუ უფალი შეიწყალებს მათ და თუ კი უფალი მიუტევს მათ ცოდვებს, რაც უპირველეს ყოვლისა სწადიათ მათ, ესეთ შემთხვევაში ისიც ჯერათ რომ თვალებიც აიხილებათ, მაგრამ თავარი მათთვის ეს არ არის, თავარია მათთვის რომ შეიწყალოს უფალმა და ცოდვათა შენდობა მიიღონ მათ. მაგრამ სადღაც გულში იმასაც იმედოვნებენ, რომ აი ამ შენდობის შემდეგ იქნებ თვალებიც აგვეხილოს და აი სწორედ უფალი მათ საიდუმლო გულისმიერ ჩანაფიქრს მიუხვდა და ეუბნება რომ გწამთო თქვენო რომ მე შემიძლია ეს გავაკეთო. თვალები აგიხილოთ კი არა, ეს რო გავაკეთო, ძალმიწე ესე ყოფა.
რომ ანუ აი ის გავაკეთო, რაც თქვენ გულის სიღრმეში გინდათ, რომ თვალები აგიხილოთ. ისინიც უცებ მიუხვდნენ, რა თქმა უნდა, რომ უცებ იგრძნეს, უფრო სწორად რო ვთქვათ, რომ უფალმა რაზე უთხრა მათ, რომ მიუხვდა მათ, რომ სწორედ თვალის ახელა უნდა, თუ პირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, და პასუხობენ ჰე უფალო, კი უფალო, ჯერა, ჰე არის ძოლქართულად კი, ხო, დიახ, დიახ უფალო, ჯერა, წამს, რომ შენ ეს შეგიძლია. და მე როგორც გითხარით, ეს იყო უკვე ბოლო წერტილი მათი რწმენის გამოცდისა, მათ მთელი გზა გდიეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ისინი უკვე გაძლიერებული იყვნენ რწმენაში, იმიტომ რომ მოდიან იქიდან, სადაც მკვდარი ქალიშვილი აღადგინა. და ეუბნებიან, კი, წამს უფალო. და შეახო თვალთან მათთა და რქვა მათ. შეეხო მათ უფალი სხვადასხვანაირად იქცევა. ზოგჯერ შეახებს, ზოგჯერ ხელსაც არ ახებს, უბრალოდ სიტყვით ეუბნება. არის შემთხვევა და ჩვენ მივალთ იქ, სადაც თიხასაც კი მოზილავს, დაანერცხოს მიწაზე მოზილავს თიხას და იმ თიხას წაუსმევს. ბეტყვისო წადი და სილოამის ტბაში დაიბანე და მერე აღიხილება თვალი. ანუ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში მხოლოდ შეეხება უფალი. ამას აკეთებს იმის და მიხედვით, აი ქმედებით, თუ რამდენად ჭირდება კონკრეტულ ადამიანს განკურნებისათვის. ამათ ესე სჭირდებოდა. ამათ რწმენას ესე სჭირდებოდა, რომ შეხებოდა მათ ხელით უფალი. და უფალმა ეს კარგად იცის და სწორედ ესე იქცევა. შეახო თვალთა მათთა და რქვა. უყურე ასე ეუბნება, რაც უკვე ჩვენ არაერთხელ გვესმა, რაც დავიწყეთ სახარების კითხვა. სარწმუნოებისა თქვენისებრ გეყავთ თქვენ, არ ეუბნება რომ განიკურნეთ, არ ეუბნება რომ აღიხილენი თვალნი თქვენი. სარწმუნოებისა თქვენისებრ გეყავთ თქვენ. რატომ აწვალებს? არა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ დაანახოს მათ რწმენის მნიშვნელობა და რწმენის სიძლიერე და რწმენის აუცილებლობა, რომ სწორედ მათი რწმენის შედეგია ის, რომ მათ აღეხილა თვალი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, უამრავი ადამიანი დაასდებდა უფალს. უამრავი ადამიანი დადიოდა მასთან ერთად მთელი იმ 3 წლის განმავლობაში, როდესაც იესო ხადაგებდა, მაგრამ და მრავალი სასწაულის მომსწრე გახდნენ. მაგრამ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, სულ ეჭვის თვალით უყურებდნენ. აი ხან ნახავთ ჩვენ ეგეთ ეჭვიანებს. სწორედ, ცოტა ხანში. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიექციეთ ყურადღება, რომ რწმენის მიხედვით ხდება განკურნება. ამათ სწამდათ და მიიღეთ კურნება რწმენის მიხედვით. მაგრამ ეხლა უყურეთ, მიექციეთ ყურადღება, რომ არ იფიქრონ მათ, რომ მხოლოდ მათი რწმენა არის საკმარისი იმისათვის, რომ მიიღონ ეს კურნება. ესეც არ არის. იმიტომ რომ შეიძლება მანამდეც უნდოდა და მანამდეც ჰქონდათ რწმენა, მაგრამ სანამ უფალთან არ მოხვდნენ და სანამ უფლის ყოფილი ხელი არ შეეხო მათ თვალებს, მანამდე არ ხდება ეს განკურნება. ანუ უფალი ხედავთ რაზე მიანიშნებს, რაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრი, არაერთხელ მოგისმენია თქვენ ქადაგებებში, რომ ადამიანის გადარჩენისათვის აუცილებელი არის ორი ნების თანხვედრა. უფლის ნებისა, რომელიც ყოველი ადამიანისადმი არის უაღრესად კეთილგანწყობილი და ყოველი ადამიანის ხონება და გადარჩენა სყურია და ადამიანის თავისუფალი ნებისა, ანუ ადამიანის რწმენა, ადამიანის სასწოება ღვთისადმი, ადამიანის სურვილი თვითონ და მისწრაფება იქითკენ, რაც უფალს სყურია მისთვის. აი ეს ორი რამ თუ არ შეერწყა ერთმანეთს, ისე ვერავინ ვერ გადარჩება, ვერც ერთი ადამიანი აბსოლუტურად. ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ ეს თანხვედრა და განიკურნენ ბრმები უფლის მადლით და საკუთარი დიდი რწმენით. აი ეს კარგად დავაფიქსიროთ ხო გონებაში, რომ უფლის მადლით, იმიტომ რომ ღმერთის მადლის გარეშე ვერანაირი სიკეთე ვერ ხდება, ვერანაირი კურნება ვერ ხდება, ვერაფერი აბსოლუტურად, მაგრამ ამავდროულად მეორე აუცილებელი პირობა მათი დიდი რწმენით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეფსეულად აღეხმნეს თვალნი მათნი. მომენტალურად ხდება განკურნება. ამაზეც მე არაერთხელ გითხარით უკვე, რომ აი მომენტალურად ხდება კურნება უფლის მიერ, ნიშნად იმისა, რომ ეს ღმერთია, მისი შექმნილია ესა თუ ის ადამიანი, ის ხორციელი რაღაცა გარკვეული ფიზიკური უძლურებად რაც ჭირთ, ღმერთის დაშვებით ჭირთ და ღმერთს
რომელსაც შეუძლია რომ არაფრისაგან შექმნას ადამიანი, ისიც ძალიან ადვილად და იოლად შეუძლია რომ ნებისმიერი მისი ფიზიკური ნაკლი და დაავადება რომ გამართოს. ეს ცხადია, ხო, ძალიან მარტივია ხა თუ კი არაფრისაგან შეუძლია ღმერთს შექმნას, ეხლა განკურნებას რაღა უგასწინ, ხო? ამიტომ ამითიც ხაზს უსვავს უფალი თავის ღვთაებრივ ძალას, რომ მეხსეულად ხდება განკურნება. კი არ ეუბნება რომ წადი და აი ერთ წელიწადში აგიხილება თვალი. ან კი არ ეუბნება რომ წადი და ესა და ეს მალამო დაამზადე, აი ესა და ესე თქვათ რაღაცა რეცეპტს კი არ აძლევს და აი მეერე დროთა განმავლობაში განიკურნები, არა. იმიტომ რომ ესეთ შემთხვევაში იქნებოდა ეჭვი რომ ეს ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ რაღაცა განისწავლა რაღაც მედიცინაში, არა, ღმერთი ხაზს უსვავს თავის ღვთაებრიობას, სწორედ რომ მეხსეულად ხდება განკურნება ყოველთვის მისი ხელით და მისი პირიდან აღმავალი სიტყვით. და აი მივაქციოთ ამას ყურადღება. შერისხნა მათ იესო და რქვა, იხილეთ ნუმცა ვინ უწყის. ანუ კაცრად უთხრა მათ რომ ნურავის ნუეტყვითო. ეხლა ეს ნურავის ნუეტყვით რატომ ხდება ეს? განა არ იცის უფალმა რომ ისინი ამ სიხარულს თავის გულში ვერ დაიტევენ და აუცილებლად იტყვიან, მაგრამ უყურე ხაზს უსვავს თავის სიმდაბლეს ისევ და ისევ. ამ შემთხვევაში უკვე ამ ბრმებთან. იმიტომ რომ უფალი ხო ამ ბრმებზე ზრუნავს, მან ხომ ისინი შეიწყალა. მათ ხომ მიიღეს თავიანთი გულის წადილი რაც უნდათ, ანუ მათ უპირველეს ყოვლისა შეწყალება მიიღეს ღვთისაგან და შემდეგ უკვე ფიზიკური განკურნება თვალისა, ხო? აი როგორც განრღვეულთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ხო გახსოვთ, ანუ ისიც ვერ მეტყველებდა პარალიზებული, მაგრამ უფალი ჯერ მათ სოდებს შეუნდობს, ეუბნება რომ იგეტევნეს სოდვანი შენი ნიშნად იმისა, რომ იმის შედეგია უკვე ის რაც ფიზიკურად ჭირს მას. ამ შემთხვევაში ესე ხდება, ესენი ეუბნებიან შეგვიწყალი და უფალი მათ თვალს აუხელს. ანუ ხილული თვალის ახლა მათი არის დასტური იმაზე, რასაც ისინი ითხოვდნენ, რომ შეგვიწყალე. ანუ ღმერთმა მათი სინანული შეიწირა. მათი ღაღადება შეიწირა უფალმა და ამიტომაც აღუხილა თვალი. ანუ ისინი სულიერად უკვე მომწიფებულნი იყვნენ იმისათვის, რომ მათ თვალი ახელოდათ ღვთისაგან და აღეხილათ კიდევაც. ღმერთმა იცის, რომ ისინი ვერ დაიტევენ ამ სიხარულს და აგერ სწორედ წერია კიდევაც, რომ ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადოს იგი ყოველ სამას ქვეყანასაო. გამოვიდეს თუ არა, მოკლედ აი ყველას ეუბნებოდნენ, ეხლა ნუ წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა ადამიანი, რომელიც ბრმა იყო, თვალები აეხილა, ისევ იხილა ამ სამყაროს მშვენიერება და ეს ფერადოვნება და რატომღაც ეხლა რომ იმათ ეხლა ელემენტარულად ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ისინი ამას, ხო? ბოლო-ბოლო ვიღაცა ხო შეეკითხებოდათ, რომ როგორ საიდან აღიხილა თვალი და ხო უნდა ეპასუხათ მისთვის, არა? საიდან აღიხილა? მაშინ რატომ ეუბნება უფალი რომ ნუ ვის უთხრობ? ნუ რა ვისეთქვი? კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმიტომ რომ უფალი ხაზს უსვავს იმას, რომ ის კაცთა მოსაჩვენებლად და საამებლად არ აკეთებს ამას, იმიტომაც სახლში განკურნა ჩუმად. არის შემთხვევები, როდესაც უფალი ეუბნება, რომ წადით და იქ ადაგეთ, რა გაგიკეთა თქვენ ღმერთმა. მიაქციეთ ყურადღება, ანუ იქაც იმ შემთხვევაში საკუთარ თავზე კი არ აკეთებს აქცენტს, როგორც ადამიანზე, როგორც იესოზე. ეუბნება, რომ რა გიყოთ თქვენ ღმერთმა, როგორ განკურნათ, როგორ გიშველათ, არის ესეთ შემთხვევებიც შეგვდება ჩვენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა, არ გამორიცხავს ერთმანეთს არანაირად. ამ შემთხვევაში ეუბნება, რომ ნუ ვის უთხრობთ, უსვავს ხაზს თავის სიმდაბლეს. იმ შემთხვევაშიც იგივეა. ანუ იგი როგორც ადამიანი, როგორც იესო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იესო ქრისტეში არის შეზავებული ორი ბუნება, შეურევნელად. ადამიანური და ღვთაებრივი. ადამიანური ბუნება ყოველთვის ცდილობს, რომ თავი დაიცვას ყოველგვარი განდიდებისაგან. თუმცა ღვთაებრივი ბუნების განდიდებისკენ მოუწოდებს, იმიტომ რომ ღვთაებრივი ბუნება ღმერთი ეს არის ის ერთადერთი არსება, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, ყოველი პატივი და ყოველი თაყვანისცემა და რომელსაც ყოველი ადამიანი, ყოველი სული, ყოველი სულთნი უნდა აქებდეს და უნდა ადიდებდეს ყოველთვის და მარა. ამიტომაც მოუწოდებს უფალი, რომ ადიდონ ღმერთი, მაგრამ ყოველთვის თვითონ ელტვის აი ამ დიდებას და აი ამ გაურბის ამ პატივს ადამიანთაგან. დავით არცა იგი გამოოდენ ვიდეს, მოგვარეს მას კაცი ყრუი და ეშმაკეული. ეხლა მომენტალურად ხდება სხვა რაღაცა უკვე, ხო?
როგორც კი ისინი გამოვიდნენ, ანუ მიაქცეთ ყურადღება, ხო? რა ხდება, რომ ხალხში უკვე ძალიან სწრაფად გავრცელდა ხმა, რომ ეს კაცი ისეთ სასწაულებს აკეთებს, როგორც არავის არ გაუკეთებია და ანუ თუ კი ვინმე უიმედო და უნუგეშო დაავადებული იყო, აი რომლის განკურნების იმედი ყველანაირად გადაწურული იყო და არავის არ ქონდა აბსოლუტურად, ხო? ესეთი ადამიანებიც კი მოდიან და ვისაც არ შეუძლია თვითონ მოსვლა, მოყავთ. ანუ ეხლა მოდი ალბათ მივაქციოთ ყურადღება, ესე იგი ბრმები თვითონ მიდიან. იმიტომ რომ მათ შეუძლიათ სიარული და მოდიან. მაგრამ ეხლა და დაბრმავებულნი არიან თავიანთი ცოდების გამო, იმიტომაც შეწყალებას ითხოვენ ღვთისაგან, ცოდოთა შენდობას ითხოვენ. მაგრამ ეხლა აყურები მიაქციეთ ყურადღება, ეს არის უკვე ყრუ, ანუ ეს არ არის ბრმა. კაცი ყრუი და ეშმაკეულიო. ანუ ხაზია გასმული, რომ ეს ადამიანი არის ეშმაკეული. ანუ მისი სიყრუის მიზეზი, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, არის არა ცოდები, არამედ ეშმაკი. ბოროტი ძალა, რომელიც შეუხდა მას ამ შემთხვევაში. და ამიტომაც მოუგვარეს, ანუ ის თავისინებით არ მოვიდოდა, იმიტომ რომ ის უკვე ეშმაკეული, სწორედ იმის ეშმაკეულია, რომ ის თავის ნებას ვერ აკონტროლებს. თავის თავს ვერ მართავს და ამიტომ თვითონ თავის სურვილიც კი ვერ გაუჩნდებოდა, განა არ? ვერ გაუჩნდებოდა, რომ ისულიყო უფლამდე, იმიტომ რომ მისი ნება უკვე პარალიზებული იყო. აი ამიტომაც არის, რომ მაგალითად ადამიანი, რომელიც თავს იკლავს შეურაცხად მდგომარეობაში, როდესაც მას უკვე მისი ფსიქიკა აღარ ემორჩილება. ესეთ შემთხვევაში მისთვის ყველანაირი ქრისტიანული წესი სრულდება. იმიტომ რომ მას არ ეთვლება ეს შეგნებულ მოკვდინება საკუთარი თავისა. და ღმერთი მას ყველაფერს შეუნდობს. იგივე ვთქვათ, აი ადამიანები, რომლებიც აი ამ სისუსტით იბადებიან, ხო, ჩვენ რასაც ვთქვათ, რაღაცა დებილს, იმბეცილს, ვთქვათ, დაუნს და იმას ვეძახით, ხო, აი ამ სინდრომებით რო იბადებიან და ცხოვრობენ ზოგი 10 წელი, ზოგი 30, ზოგი 50 წელი, ხო? აი რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრონ და გარდაიცვალონ, ისინი ღვთის წინაშე წარდგებიან, ანუ განსჯას ისინი არ ექვემდებარებიან. ანუ ისინი ავტომატურად გადადიან ნეტარებაში, იმიტომ რომ მათ თავიანთი ნებით შეგნებულად არაფერი არ ჩაუდენიათ, ცოდვა. ვერ ჩაიდენდნენ ელემენტარულად იმ მიზეზის გამო, რომ მათი თავისუფალი ნება არ ექვემდებარებოდათ. და სასჯელი თუ ნეტარება ეს არის თავისუფალი არჩევანის შედეგი, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ამ შემთხვევაში მოდის ეს კაცი მოყავთ უпроსორად ყრუ და ეშმაკეული სამთ და ჯერად ამ ადამიანებს მის გულშემატკივრებს, რომლებსაც მოყავთ ეს ადამიანი, რომ უფალს ზალუს მისი განკურნება. უფრო მეცაც გეტყვი, დარწმუნებულნიც არიან, იმიტომ რომ უკვე ბევრი რამ იხილეს მათ. დავით არცა, ხო აი ნახეთ, მოგვარეს მას ყრუი და ეშმაკეულიო და აი ძალიან ლაკონურად წერს შემდეგ უკვე მათე მახარებელი, ანუ აღარც აღწერს იმას, რომ როგორ განკურნა უფალმა ის, პირდაპირ შედეგზე გადადის. დავით არცა განხდა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგი. ანუ არ ეკითხება ამ შემთხვევაში უფალი წამს, იმიტომ რომ მას თავისი ნება არ ექვემდებარება. ის ვერ უპასუხებს ვერაფერს, ეშმაკეულია, შეპყრობილია, არც ესმის, მაგრამ ნუ ხო შეიძლება და ფიცარზე დაეწერა თქვა და რაღაცა მიხვდარიყო და არა. იმიტომ რომ ის შეურაცხადია. ბოროტს აქვს დამონებული მისი თავისუფალი ნება და ამიტომ უფალი მას შველის, უფალი მას კურნავს და პირდაპირ გამოაძევს იმ მიზეზს, რომლის გამოც არის ეს ადამიანი დაყრუებული. ნუ ყრუში მუნჯიც იგულისხმება, იმიტომ რომ აქ წერია კიდევაც რა, რომ როდესაც განხდა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუი იგიო, ანუ ამეტყველდაო და მანამდე ვერ მეტყველებდა. იმიტომ რომ შებორკილებული ქონდა ეშმაკს მისი სამეტყველო აპარატიც და სასმენი აპარატიც. განიკურნა ეშმაკეული. და ეხლა როგორ განხდიდა ეშმაკს, ეხლა ალბათ წარმოგიდგენიათ, ხო, ეხლა მათე მახარებელები გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ ხო უკვე ვნახეთ ეშმაკეულის განკურნების მაგალითები, ხო, როგორ რისხავს უფალი და როგორ გამოყავს მისგან. ეხლა ესეც ნახეს ამ ხალხმა, წარმოიდგინეთ თქვენ, აი ეს ამ ხელას ასაული ციხილეს, რომ უფალი რისხავს და აგერ ამ შემთხვევაში, აი წარმოიდგინეთ,
სამი სასაული ზედიზედ მიეწყო ერთმანეთს და მანამდეც კიდე, მაგრამ ნუ ეს სამი ერთ ადგილზე ხდება უკვე. ჯერ ბრმების განკურნება უკაცრავად. ხო, ჯერ იმ ბავშვის აღდგინება, შემდეგ ბრმების განკურნება და ეხლა უკვე აი ამ ყრუმუნჯი ადამიანის, თანაც ეშმაკეული ადამიანის განკურნება, რომ ნახეს აი ეს საოცრებები, აი ამ ადამიანებმა, რომლებიც მისდევენ უფალს, ხო? და აშკარად ხვდებიან, რომ ეს რაღაცა სხვა ძალაუფლების მქონე პირია. დაუკვირდებოდა ერთს ამას და იტყოდეს არასა და ისრაელსა შორის ესეთი გამოჩნდა. ხედავთ? ანუ ეს ვინ ამბობს ამას? რა ხალხი ამბობს? ვინც კარგად იცის თავიანთი ერის ისტორია და ისრაელი ერი ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კი არა, ძალიან ძლიერი პატრიოტიზმის მქონენი არიან თითოეული მათგანი, ამიტომაც იყო, რომ ამდენი საუკუნის დაკარგული სახელმწიფო აღადგინეს მათ აი ამ ექსორია ყოფობაში, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ, ტრადიცია ჰქონდათ ესენი, რომ ესალმებოდნენ ერთმანეთს, რომ შევხვდებით იერუსალიმშიო. და აი შეხვდნენ კიდევაც, ანუ დაუშვა უფალმა, რომ მათ კვლავ აღედგინათ თავიანთი სახელმწიფო. და ეს ის ხალხია, რომლებმაც კარგად იცის თავიანთი ისტორია, კარგად იცნობენ თავიანთ წინასწარმეტყველებს უფლის მიერ წარმოგზავნილ. იციან მათ რა იქადაგეს, რა სასაულები მოახდინეს და უყვირთ იესოს, იმიტომ რომ ამბობენ ერთმანეთს ეუბნებიან. ამოწმებენ მაინც ერთმანეთთან, რომ ეხლა შეიძლება მე მახსოვს, მაგრამ მე არ მახსოვს, მაგრამ შენ ხო არ გახსოვს, ეხლა ალბათ აი ესეთი საუბრები მიდიოდა, ხო? ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეხლა ეს განსწავლულები ვინც იყვნენ ჯგუფის, შენ გახსოვს რამე ესეთი კაცო ისტორიიდან, ვინმესო ესეთი სასწაული მოეხდინოს, ვის ეთყო და არა ეგეთი რამე არ მახსოვს რა და აი დაუკვირდებოდაო ყოველს ამასერსავ. და იტყოდესო, რომ არასა და ისრაელსა შორის ესეთი გამოჩნდა. ანუ არასოდეს ისრაელში მსგავსი ადამიანი არ ყოფილა. რომ მსგავსი სასწაულები მოეხდინაო. ეხლა ფარისევლები რას ამბობენ? გველები, აბა ნახოთ უცებ. ხოლო ფარისევლები იგი იტყოდეს. თავრითა ეშმაკთა და განასხავს ეშმაკთა. აი არის ესეთი გამოთქმა რა. ენა ზვალი არ აქვს. აი ყველაფერი შეუძლია ადამიანს რო თქვას. ყველა მხრიდან შეუძლია შემოატრიალოს. აი თუ ადამიანს გაგება არ უნდა, თუ ადამიანს დანახვა არ უნდა, ვერ დაინახავს და ვერ გაიგებს. ამიტომაც არის სწორედ ესეთებზე ამბობს უფალი, გულდაწყვეტილი, რომ ყურნი აქვთო და არ ესმითო. თვალნი აქვთო, ვერ ხედვენო. გონება აქვთ, ვერ შეიმეცნებენ. და რატომ? მიზეზი ვთქვათ ამ ყველაფრისა. ერთადერთი მიზეზის გამო ხალხო, საკუთარი ამპარტავნების გამო, მე ამაზე ძალიან ხშირად გავამახვილო ყურადღებას, იმიტომ რომ დედა ყოველგვარი ცოდვის ადამიანში არის ამპარტავნება, რომელიც კიდევ ერთხელ გეუბნებით, იზოლირებას გიკეთებს ღვთისაგან, განგაშორებს ღმერთს. ისე განგაშორებს, რომ თუ ერთ ჩვენიერ დღეს არ გამოფხიზლდი, ისეთ უბსტრულში აღმოჩნდები, რომ უდანაც ვერავინ ვეღარ გამოგიყვანს და გახდები ეშმაკის ნაირი. აი როგორც თამდაბლობა ღმერთს ამსგავსებს ადამიანს, იმიტომ რომ თამდაბლობა საღვთო თვისება, ანალოგიურად ამპარტავნება ეს არის ეშმაკის თვისება. ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთიო, ხოლო დაბალთა მოსის მადლიო. ამ ხელა განსხვავებაა, ხო? ერთი პოლუსი და მეორე პოლუსი. ამპარტავანს შემუსრავს, როგორი სიტყვა ნახმარი ხედავთ? იმდენად ზულს და ზაგს ღმერთს ამპარტავნება, როგორც ჭირი ჭირთა შორის და ყველა უბედურების სათავე და დასაბამი, ხო? და თამდაბოლს მადლს აძლევს პირიქით და უყვარს. გვეუბნება კიდევაც უფალი, რომ შვიდ ვარ და მდაბალ გულითაო, მეო მდაბალი ვარო, თამდაბალი ვარო და მე მომბაძეთო. და პოვოთ განსვენება სულთა თქვენთაო, ანუ ის რასაც ყველა ადამიანი ეძებს, ხო, სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიხარულს, ჩემშია ეს ყველაფერი.
და მოდი მოუნბაძე გახდი ჩემნაირი და შენც მოიპოვებ აი ამ სიმშვიდეს და ამ სიხარულს გულში შენ სულში აუცილებლად და ესენი რას ამბობენ ნახეთ თავრითა ეშმაკთათა განასხამს ეშმაკთა სხვა ადგილასაც ხდება ჩვენ მსგავსი მომენტები სხვა מחარებლებიც აღწერენ მსგავს შემთხვევებში სადაც გვეუბნებიან ზუსტად იგივეს თუ იქ აკონკრეტებენ კიდე სახელსაც ამბობენ ბელზებულითაო თავრითა ეშმაკთათაო განასხავს ეშმაკს მოგვიანებით უფალი ეუბნება კიდევაც მათ ამ შემთხვევაში ღმერთი არ პასუხობს მათ არაფერს მაგრამ მოგვიანებით ეტყვის მერე რომ განა შეუძლია რომ ეშმაკს დამტკიცდეს ანუ თავის თავში მტკიცეთ იყოს თუ კი თავის თავს უპირისპირდებაო რომელი ხელმწიფება იქნებაო მტკიცედ და ძლიერათო რომელიც საკუთარ თავს განეუთისო ესეც სიტყვა ნახმარე ძველ ქართულად სახარებაში ანუ თავის თავს განუდგებაო თავის თავს დაუპირისპირდებაო როგორც კი საკუთარ თავში იწყება დაპირისპირება იქ უკვე რღვევა მიდის ან გრევა მიდის ვერ დამტკიცდებაო ისო ანუ ვერ იქნება მტკიცედ ვერ იქნება ძლიერად და აი წარმოიდგინეთ ეს რა ვიცი რა უწოდო ამ ადამიანებს რა ეს საცოდავი ბრმა დაცემული ადამიანები საკუთარ თავზე შეყვარებულები საკუთარ ამ პარტავნებაზე და რას განიცდიან რატო ვერ ეგუებიან იესოს რატომ არ უხარიათ ამ გაჭირებული ადამიანების სიხარული რამდენ ადამიანს შველის ხო უფალი რამდენ გაჭირებულს რამდენ არ საღადგენს ბრმას თვალს უხელს ყრუს და ეშმაკებულს ყუნავს პარალიზებულს ყუნავს ამათ იმის მაგივრად რომ უხაროდეთ შურით და ბოღმით ივსებიან და ლამისაა გასკდნენ აღარ იციან რითი ახსნან და რას დააბრალონ უფლის ეს მოქმედება და ესეთ ალოგიკურ დასკვნამდეც კი მივიდეთ და ესეთი რაღაცა უაზრობაც კი ამოვიდა მათი პირიდან რომ თვითონ ეშმაკით განასხავს ეშმაკსო სულელები რა მაგრამ რისი თქმა მინდა იცი მე ხა იმათ კი არ გამეკითხავ დღესაც შემხოდრია ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი რა რომელსაც თუ არ უნდა რომ გაიგოს არ გებულობს მორჩა და გათავდა რა გინდა იქიდან უთხარი გინდა აქედან უთხარი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვერ გააგებინა არ უნდა გაიგოს არ არსებობს აი გამორიცხულია და მე რა უნდა მიკვირდეს ხალხო მე ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ მოკვდავი ვარ და უფალი განხორციელებული ღმერთის სიწმინდის და რა ვიცი სისპეტაკის განსახიერება დედამიწაზე დადიოდა ქადაგებდა კურნავდა და მასზე ამბობდე რომ ეშმაკეულიაო და ეშმაკით განასხამსო ეშმაკებსო განა რა მოისმინეს ამ უგუნურება უფლის პირიდან მსგავსი რომ რაიმე მსგავსი საფუძველი ქონოდათ რომ რაიმე ეთქვა განა სიკეთის და სიყვარულის მეტი რამე ამოდიოდა უფლის პირიდან მისი თვალებიდან თქვენ ერთი წუთით წარმოიდგინეთ აი ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი რამდენჯერ გვინატრია ხო მე არ მეგულება ქრისტიანი რომელსაც ერთხელ მაინც არ ენატროს და არ წარმოედგინოს იესოს სახე სინამდვილეში აი როგორი იყო ის ამ ქვეყნად როდესაც იყო და აგერ ცდილობენ რომ ტურინის უდარიდან აღადგინონის სახება და მაქსიმალურად მიაახლოვეს იმ პირველ სახეს და ეს მაქსიმალურად მიახლოებულიც კი იმდენად შთამბეჭდავია რომ ნუ აი რა გითხრათ რა როგორც ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და ეხლა კომპიუტერულად და მხატვრულად თვალების იმ გამომეტყველებას ვერასოდეს ვერ მიიღებ შენ რაც უფალს ქონდა რეალურად იმიტომ რომ თვალი რა არის თვალი სულის სარკეა ხო პირდაპირ თვალებიდან იმზირებოდა ღმერთი და ეხლა თქვენ ერთი წუთი წარმოიდგინეთ უფლის სახე მისი მზერა მაგრამ ვერ გაადნო ამათი გაყინული და გაქვავებული გულები და ამიტომ არის ეხლა მე ბევრი ადამიანი მინახავს რა გულნატკენი ახლობლისგან დისგან ძმისგან მეგობრისგან თანამშრომლისგან იმედგაცრუებული ნუ გაგიკვირდებათ ჩემო ძვირფასებო ნუ გაგიკვირდებათ უფალი გვეუბნება ჩვენ ქრისტიანებს მე თუ მდევნესო თქვენს დევნილნი იქნებითო
მე თუ შეურაცხყვეს, მე თუ მაწამეს. თქვენ თუ კი გინდათ რომ ჩემი მიმდევრები იყო, თქვენ თუ გაქვთ სურვილი რომ იქ მიხვიდეთ, სადაც რაგზაც მე გავიარე და სადაც მე მივედი, თქვენ შეეგუეთ ამ ხვედრს, რომ აუცილებლად მოგიწევთ იგივე. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს ჩვენ არანაირი ადამიანისაგან, არანაირი დამცირება, არანაირი დევნა, არანაირი უხეშობა, არანაირი ცილისწამება. ცილისწამება ყველაზე ძნელი მოსათმენია, ძალიან ძნელია. აი ესე აშკარად პირდაპირ გდებს ბრალს ადამიანი რაღაცაში და თან რო იცი რომ ტყუილა აკეთებს ამას და შეგნებულად, იმიტომ რომ მტრობს. ძალიან რთულია. მაგრამ ყოველთვის უფალი გაიხსენეთ ხოლმე. და ეს ყოველთვის გაგაძლიერებთ მე თქვენ. თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის ეცდება რომ საკუთარი თავი შეგაცოდოთ. და საკუთარი თავის შეცოდებაც ამ პარტაუნების ნაყოფია, ერთ-ერთი განშტოებაა, მინდა გითხრათ. ეს მნიშვნელოვანი თემაა ძალიან რა. ეშმაკის უძლიერესი იარაღია, მინდა გითხრათ თქვენ, აი ადამიანი რომ საკუთარი თავის შეცოდებას იწყებს, აი იქ მთავრდება იმისი ცხოვრება რა, ქრისტიანული. აი იქ ყავს უკვე გამოჭერილი კურდღელივით ეშმაკს რა. აი როცა ადამიანი იწყებს თავის შეცოდებას, რომ აი მე რატო უნდა ვიყო ეს, მე ხომ სიკეთის მეტი არაფერი მიკეთები ამ ქვეყანაზე და აგერ შვილისაგან უპატივცემულობას ვიღებ, შვილისაგან უპატივცემულობას ვიღებ, მეგობრისგან, მეზობლისგან, ნათესავისგან, ახლობლისგან, თანამშრომლისგან, უფროსისგან. არა და მე კარგის მეტი არაფერი მიკეთები ამათთვის, ხო? და შეეცოდება ადამიანს საკუთარი თავი, ეშმაკიც ხელს უწყობს ამ შეცოდებაში და იწყებს ტირელს და გლოვას მე რა. მე ბოროტდება ყველაზე და ყველაფერზე. ბრალს დევს მთელ კაცობრიობას უმადურობაში, რომ ესეთი კარგი და ესეთი მშვენიერი და ესეთი სპექტაკლი ვერ დაინახეს და ვერ დააფასეს. და აი საწყალ დღეშია ეს საწოდავი ადამიანი და ვერც კი გძნობს, რომ ეს ყველაფერი ამ პარტაუნების ნაყოფია მასში. აბოროტებს მე ღმერთი მას ყველაზე და ყველაფერზე, ვინც იგი ვერ დაინახა. აი აქამდე მიყავს. ის დასაწყისია მხოლოდ საკუთარი თავი რო ეცოდება. ერთადერთი რა ნიშნითად ჩვენ ქრისტიანებს უნდა გვეცოდებოდეს ჩვენი საკუთარი თავი სწორი გაგებით. ეს არის გვეცოდებოდეს ჩვენი ცოდვების გამო. შევიბრალოთ ჩვენი სული, რომელიც დამძიმებულია ცოდვებით. აი ეს არის სწორი სიბრალული, ერთადერთი სწორი ფორმა სიბრალულისა ქრისტიანისა საკუთარი თავის მიმართ. ანუ როდესაც ადამიანს იმის გამო შეეცოდება საკუთარი თავი, რომ დამძიმებულია ცოდვებით ღვთის წინაშე და შესთხოვს უფალს, რომ მიშველე და ამომიყვანე ღმერთო ამ ჭაობიდან. აი მაშინ მიხვდება 50 ფსალმუნის არსს. თორემ მანამდე კაჭკაჭივით იძახის და შეიძლება ზეპირადაც იცის, მაგრამ მანამდე ვერ გაიგებს. მაგრამ აი როდესაც გულსველი სინანული და ეუფლება და მართლა იგრძნობს აი მსული შემოსულებას და გულის შემოსულებას, მერე მიხვდება რა, რომ რომელი ხორციელ შეცოდებაზეა ლაპარაკი საკუთარი თავის. მერე მიხვდება, რომ ღმერთო, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარ ცოდებს დაინახავს, როგორ შეიძლება რომ მას საკუთარი თავი შეეცოდოს? პირიქით გაუკვირდება, რომ ცოცხალი როგორ არის საერთოდ. აი ამ ცოდვების პატრონი. მიწა რატო არ უსყდება? მეხი რატო არ ეცემა თავზე და არ აცამტვერებს? აი ეს განცდა გაუჩნდება ადამიანს, რომელსაც ჭეშმარიტი განცდა აქვს საკუთარი ცოდვილობისა. დამიჯერეთ რა, დამერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნებით რა და ნუცეთი თქვენგანი ნუ მოიტყუეთ თავს. ვიცი, განმიცდია მეც რა პერიოდულად და ვიცი ზუსტად. როდესაც მე ნამდვილი სინანული დამუფლებია, რომელ საკუთარი თავის შეცოდებაზეა ლაპარაკი. მართლა გამკვირვებია, ჩემი თავი შემზიზღებია. და გამკვირვებია ღმერთი როგორ მიტანს. რატომ უყვარვარ? რა ნიშნით უყვარვარ? რის გამო? მოწყალია. და მოწყალება სამართლიანობაზე მაღლა დგას. საღვთო სამართლიანობა გაცილებით უფრო მაღალი ფენომენია, ვიდრე სამართლიანობა ჩვენი ადამიანური გაგებით. საღვთო სამართლიანობა აღსრულდა ჯვარზე. აი ეს არის ღმერთის სამართალი, რომელმაც შეგნებულ მტრებს მიუტევა და არა თუ მიუტევა, არამედ ღმერთს თხოვა, მამას თხოვა, რომ მამაო შეუნდე.
არიციან რასაკეთებია. ანუ აღასრულა თავად ის, რასაც მოგვიწოდებდა ჩვენ. ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხებდით მაწევართა თქვენი. ეს რო არ დარჩენილიყო მხოლოდ ლიტონ სიტყვა და მოწოდებად უფლის მხრიდან, მან თვითვე აღასრულა ეს ჯვარზე. განწირულმა ადამიანებისაგან, უმადური ადამიანებისაგან. ამას იცი რატო გელაპარაკებით ამ ყველაფერს, აი ყოველი ნიუანსი უაღრესად მნიშვნელოვანია სახარებაში და მე თქვენ არაერთხელ გითხარით რომ სახარება ცხოვრების წიგნია, სახარება არ არის წიგნი, რომელზეც შეგიძლია თქვა რომ წაკითხული მაქვს. რომ წაიკითხო და შემოდო თაროზე. არა, სახარება უნდა იკითხო მთელი ცხოვრება. და კი არ უნდა იკითხო მხოლოდ. სახარებაში უნდა შეხვიდე. სახარება უნდა შემოვიდეს შენში. იმიტომ რომ სახარებაში არის სიცოცხლე, უფალი, დავანებული. და რაც უფრო მეტად შემოდის შენში სახარება, მით უფრო მეტად ცოცხლდები. რადგან სიცოცხლეა სახარება. სანამ არ არის შენში სახარება უფლისა, მანამდე მკვდარი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურად სუნთქავ და ცოცხალი ხარ. მაგრამ აი უფლის მადლი რო შემოდის სახარებიდან შენში, მერე ცოცხლდები. ამიტომ გეუბნებით რომ აი უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა და პირდაპირ კავშირშია ჩვენ ცხოვრებასთან, იმიტომ ვაკეთებ მუდმივად ამ პარალელებს და ისიც გითხარით რომ ჩემი მეთოდი ასე ვთქვათ სახარების შესწავლის ამ შემთხვევაში თქვენთან ხო არის ახავს მიზნად რომ რაღაცა ღვთისმეტყველური ცოდნა მოგაწოდოთ ვთქვათ სახარების შესახებ რომ აი წმინდა მამები როგორ გამარტავენ იმას არა მე მინდა რომ ესე ცოცხლად შევიგრძნოთ ჩვენ სახარებისეული სული და თითოეული ჩვენთაგანისათვის ახლობელი გახდეს სახარება ჩვენი ცხოვრების წიგნი გახდეს ჩვენი სიცოცხლის წიგნი გახდეს ვიგრძნოთ რომ ყოველი ჩვენი ცხოვრების აი ყოველი ჩვენი ფეხის ნაბიჯზე გჭირდება სახარებისეული სიბრძნე და უფლის მადლი რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ისეც ახალს რაც სახარებაში არ წერია და ნუ გამოვიგონეთ თავიდან ველოსიპედს გამოგონილია დავждეთ და ვიაროთ სასუფეველისაკენ აი ამას ემსახურება ჩვენი საუბრები აი ამისთვის მინდა ეს და რა ვიცი ალბათ თქვენთანაც ხვდები და გძნობთ ამას ყველაფერს რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რომ გაცოცხლდეს თქვენთვის სახარებისეული თხრობა და სახარებისეული სიტყვები რომ აი თქვენ ნახავთ მე მინდა გითხრათ და როგორ გითხრათ ასე წინასწარ გეტყვით ასე თქვა დაგიანონსებთ რომ არ მინდა ვთქვათ ვიხმარო სიტყვა გიწინასწარ მეტყოლებთ იმიტომ რომ ცოტა ხმამაღლა ჟღერს ახლა რომ აი თქვენ ვინ სისტემატიურად ესწრებით სახარების გამარტებებს აი ნახავთ შობას და აღდგომას როგორი განსხვავებული სიხარულით შეხვდებით ანუ როდესაც უკვე თქვენ გააზრებული გექნებათ ბევრი რამ რაზეც მანამდე წარმოდგენა არ ქონდათ რა უბრალოდ არც კი გესმოდათ არც წაკითხული ქონდათ თუ ქონდა წაკითხული ვერ გაიაზრეთ რაზე იყო ლაპარაკი და ეხლა უკვე როდესაც ეს ყველაფერი შეგნებული გააზრებული გექნებათ რომ რატომ აკეთებდა უფალი როგორ აკეთებდა აი რომ ცოცხალი იქნება თქვენთვის უკვე სახარებისეული თხრობა მერე უკვე მართლა იგრძნობთ იმ აღდგომის მადლს მართლა იგრძნობთ იმ შობის მადლს ნებისმიერი დღესასწაულის სულთმოფენობის მადლს და მერე შეადარეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა იმ მდგომარეობას როდესაც თქვენ ამ ყველაფერს ვერ გრძნობთ და შეატყობთ საგრძნობ განსხვავებას მე მინდა გითხრა თქვენ თუ არა და აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და მერე გაგახსენებთ ხოდა აი ფარისევლებზე ვამბობდი რა რომ აი ადამიანები რომლებსაც ვერაფერს ვერ გააგებინებ ვერაფერს ვერ მიახვედრებ ადამიანები რომლებსაც არ უნდათ რომ გაიგონ და უფალმა წინასწარ იცის მათი არსებობა რა თქმა უნდა ამ ხელს კიდევაც მათ და მათ ეს მხილება არ სიამოვნებთ იმიტომ რომ ამ პარტავან ადამიანს არ უყვარს მხილება რას ამბობს სოლომონ ბრძენი გაიხსენეთ უგუნურში ამ პარტავანი გულისხმება პირველი სკოლისა უგუნურს ნუ ამხელო თორემ მტრად გადაგეკიდებაო გონიერს ამხილეო და მეგობარს შეიძენო გონიერ თავდაბალია უგუნური ამ პარტავანი აი ეს ის ხალხია რა რომელსაც მუდმივად ამხელს
თუნდაც ის თქვენ რა გონიათ უფალი რომ ამ ხელს ფარისევლებს და როევნება ვაი თქვენ და ფარისეველნო ორგულნო გველნო გველის ნაშოვნო იქედნეს ნაშოვნო როდესაც აი ესე მკაცრად მიმართავ თქვენ გონიათ რა არ უყვარს უფალს ეს ფარისევლები არ უყვარს ის ორგულები და მწიგნობრები მაგრამ მათ სხვანაირად ვერ დაელაპარაკება ისინი აუცილებლად უნდა ამხილო მათ თავზე ხელს ვერ გადაუსვავს უფალი იმიტომ რომ მაშინ უფალი თავის თავ შეეწინააღმდეგება მაშინ არ გამოვა უფალი მათი მოსიყვარულე მამა აი ესე არის ეხლა მეც ჩემი მცირე სამდელო პრაქტიკიდან უკვე ვიცი ეს რომ ადამიანი რომელსაც მართლა საკუთარი თავის შოლა წყურია როდესაც დამიტუქსია გონს მოსულა თავისთავისთვის უშველია და მადლიერი დამრჩენია მაგრამ ნუ სამწუხაროდ ყოლია ისეთებიც რომლებიც დასატუქსები იყვნენ და დამიტუქსია და წასულან დამფრთხალან რა და მე იქ რას ლაპარაკობი ჩემზე უკვე აღარ ვიცი რა ალბათ 1000 ისაძაგლის ეხა მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით მე ეს არ მიკვირს არანაირად იმიტომ რომ ეხა ჩვენ სასულიერო პირები პირდაპირ მოწოდებულნი ვართ რომ უფალს მიუბაძოთ და მეც ვცდილობ შეძლების და ვარად რაც გამომდის როგორც გამომდის ჩვენც მამებიც და ესეა მე ყოველთვის ადამიანი რომ მოდის ჩემთან ცოდვით ყოველთვის ვეუბნები რომ იცოდე რომ მიყვარხარ მაგრამ იცოდე ისიც რომ ვერასოდეს ცოდვაზე თავზე ხელს ვერ გადაგისვავ წინას არ იცოდე ან უნდა ელოდები ჩემგან თუ ესეც ეძებ წადი სხვაგან მოძებნე და მოვლიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებას სასუფეველისასა და განკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერთსა შორის ანუ აგრძელებს უფალი თავის მოღვაწეობას უფალმა იცის რომ ამ ქვეყანაზე მან თავისი ღვთაებრივი ბუნებით იცის კიდევ ერთხელ გეუბნებით გავარჩიოთ ხოლმე ერთმანეთისაგან უფალში ღვთაებრივი ნება და ადამიანური ნება ღვთაებრივი ბუნება და ადამიანური ბუნება ღვთაებრივი ბუნება მთელი სისავსით არის მასში ადამიანური ბუნებას მთელი სისავსით არის მასში ღვთაებრივმა ბუნებამ მასში კარგად იცის როგორც ღმერთმა რომ მას მცირე დრო აქვს ამ ქვეყანაზე სამოღვაწეოდ რომ 3 წელიწადს აცდიან მაქსიმუმ მას ქადაგებას და სასწაულების მოხდენას და ამიტომ უფალი დროს არ კარგავს არც ერთ წუთს და არც ერთ წამს რომ აი ეს სიკეთე თესოს და იქადაგოს და განკურნოს ადამიანები და იხედავ მოვლიდა იესო ანუ აქაც მისი სიმდაბლე და უბრალოება ჩანს ხომ შეეძლო მას რომ დარჩენილიყო ერთ ადგილზე ხო ხალხი ხო ისედაც აკითხავდა მას ხომ ისედაც განითქვა მისი სახელი და ბევრმა გაიგო მის შესახებ და მოდიოდნენ მასთან ხო მოყავდა დაავადებული ადამიანები კურნავდნენ მაგრამ არა უფალი დაბალია უფალი თვითონ მიდის ყველგან ხო ამბობს უფალი სევდიანა თითოეული თქვენგანის გულის კარებთან დგავარო და ვაკაკუნებო რომ იქნებ რომელიმე მაინც კარი გამიღოთ ღმერთი ამბობს მეტი თანმდაბლობა რა გამოიჩინოს უფალმა ოღონდაც მითხარი და ჩვენ ამპარტავნულად და ჯიუტად არ უღებთ კარებს შენ არა ხარ დღეს ჩემი სასურველის სტუმარი წავდი მე დღეს სოდვამ წყურია შეიძლება ხვალ მოვიცალო შენთვის ან 1 წლის მერე ან შეიძლება სულაც არ მოვიცალო მაგრამ უფალი არ არის მოძალადე უფალი არ გვატანს ჩვენ ძალას არ გინდა ნუ გინდა მაგრამ გული წყდება ჩვენზე და მუდმივად ზრუნავს თავისი საფრთხო განგებულებით რომ ისე შეგვიქმნა ცხოვრებისეული პირობები ისეთი ადამიანები გამოგვიჩინოს ცხოვრებაში რომ ისევ და ისევ დაგვაფიქროს სინანულში მოგვიყვანოს ცოტა გვატკინოს რომ იქნება ამან მაინც დაგვაფიქროს სინანულზე ანუ ერთის განგება შეუცნობელია ჩვენთვის თავარი ის არის რომ ჩვენ ვიცოდეთ და ვწამდეს ყოველთვის რომ ღვთის განგება ყოველთვის სასიკეთოა და უაღრესად კეთილის ყოფილი თითოეული ჩვენთაგანისათვის დადის და ასწავლებს უფალი ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა იმიტომ რომ შესაკრებელი ეს ის ადგილია სადაც ურიები იკრიბებიან ხან ისე უბრალოდ სოფლის საქმეების გასარჩევად ხან ჯულის წასაკითხად და განსამარტად და შესახსენებლად ერთმანეთისათვის საკუთარი თავებისთვის და აი არც ერთ ესეთ შესაკრებელს არ ტოვებს უფალი მიდის ქადაგებს ასწავლის
კურნავს, სასწაულებს ახდენს. ყველა საშუალებას იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიმოწაფოს და გახადოს ძედ სასუფეველისა. უყურე? მოვლიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძღვრებათა ერთსა შორის. აი მეტი რა გაქნას. ყველაფერს აკეთებდა, რაც კი შეეძლო რომ გაეკეთებინა. ყველა ნიშნით მიანიშნებდა მათ, რომ ღვთისაგან იყო, ჭეშმარიტებისაგან იყო. კურნავდა, სასწაულებს ახდენდა. ღვთის სიტყვას ქადაგებდა. თავისი მზერით, თავისი სიტყვით, თავისი ქმედებით, თითოეული ჟესტით, რომელიც მისგან გამოდიოდა, ღვთის დიდებას ქადაგებდა. რომ თუნდაც რამოდენიმე ადამიანი და რა უცნაურია, ხო ხალხო, აი რა უცნაურია, რომ უფალი იესო დედამიწაზე მოსული მის რჩეულ ერში, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა მიეღო, იგი 3 წელი სასწაულებს ახდენდა და ქადაგებდა და უმრავლესობა ჯვარზე გააკრა. აი საოცრება რა. რისი გულისათვის, არაფრის გულისათვის. შურის გამო. მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვის, რომ შური არის ყველაზე საზიზღარი თვისება ადამიანისა. და აი მთელი არსებით ებრძოლეთ შურს თქვენში. აი ჩანასახშივე ჩაკალით ხოლმე აუცილებლად რა. იმიტომ რომ შური ჭამს ადამიანს. აფუჭებს, ანგრევს ძალიან. აი როგორც კიბო ისე არის შური სულისათვის. და არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი უდიდესი უბედურება კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს ჯვარცმის თამადობით მოხდა შურის გამო. და მეტი არაფრის. შური თავისთავად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამპარტავნების ნაყოფია. თავმდაბალი ადამიანი არასოდეს შურიანი არ არის. თავმდაბალ ადამიანს ყოველთვის უხარია სხვისი სიკეთე. და თავისზე უკეთეს ადამიანს რომ ხედავს, თავისზე წარმატებულს უხარია თავმდაბალ ადამიანს. და შურიანი ბოღმიც ყდება ვიღაცა რომ მასზე უკეთესია. უხარებს სხვისა სიკეთესაზე და როგორც უხანს აბაგვეუბნება. დავით არცა იხილა ერი იგი, ანუ აი ამ ყველაფრის მერე რომ ნახა უფალმა, რომ რამდენი ადამიანია ესეთი დაუძლურებული, თუ სულიერად, თუ ფიზიკურად. შეეწყალნეს იგინი, უფალს ყოველთვის ეწყალება თავისი ერი. რამე თუ იყვნენ დამაშვრალ და დაცვივნებულ, დაუძლურებულნი იყვნენო, გამოფიტულნი იყვნენო, სულიერადაც, ფიზიკურადაც, დაავადებულნი, სულითაც, ხორცითაც. ეს ხალხი, რომელიც უფალმა ღვთის ხატად მსგავსად შექმნა, მიმსგავსებულნი პირ უტყვებს, ცხოვრებნი მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით და დამვიწყებელნი ღვთისა, საკუთარი დიდებისა. დაინახა ეს ხალხი, შეეწყალნესო, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქვს მწყემსიო. რა თქმა უნდა, უმწყემსო დატოვილნი იყვნენ ისინი. ვინ იყვნენ აბა მათი მწყემსები, ფარისევლები და ჯვრის მოძღვრები? ისინი მხოლოდ და მხოლოდ სარგებელს მოელოდნენ მათგან. ამიტომაც არის, რომ ძალიან დიდი დანაშაულია და ღმერთმა შეუნდოს და ღმერთმა მიუტევოს ყველა იმ სასულიერო პირს, ყველა იმ მოძღვარს, მღვდელს, რომელიც გამორჩენას ელის თავისი რევლისაგან და აი ამ ნიშნით ურთიერთობს მათთან მხოლოდ და მხოლოდ. არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება უდიდესი ცოდვა, უდიდეს სასჯელს მიიღებენ ისინი ღვთისაგან და ღმერთმა თითოეული მათგანი გამოაფხიზლოს და გონს მოიყვანოს სინანული მისცეს. სანამ დროა და სანამ ცოცხლები არიან. უმძიმესი ცოდვაა. ჩვენ ერთადერთი რამ დაგვავალა უფალმა, აი, მოდი ვნახოთ აი ამ ბოლო მოხსა წავიკითხავ და ამას გეტყვით მე თქვენ. მაშინ რქვა მოწაფეთა თვისთა ვითარმენ სამკალი ფრიად დაარს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ბევრია სამუშაო ძალიან უფალი. ეუბნება თავის მოციქულებს. ამას ყველას არ ეუბნება, იმიტომ რომ ის მოციქულებს ზრდის მწყემსებად. და შემდეგ უკვე მოციქულებმა უნდა გაზარდონ ხალხი მწყემსებად.
მათგან უნდა გადავიდეს ეს ჯაჭვი ხელდასხმისა და რომელიც მოყვება დღემდე და აგერ მეც და ნებისმიერი სასულიერო პირი მათი ხელდასხმით მოქმედებდა. იმ ხელდასხმით, რომელიც პირველი საუკუნიდან წამოვიდა, უფალმა რომ დაასხა ხელი თავის მოციქულებს და ჩვენ სწორედ აი შემდეგ თავში ვნახავთ გამორჩევას 12 მოციქულისას და წარგზავნას მათ საქადაგებლად აი ის ხელდასხმის მადლი და ჯაჭვი მოყვება ჩვენ დღემდე. ერთადერთი რაც თხოვა უფალმა თავის მოწაფეებს და დაავალა მათ დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ანუ ხაზს უსვავს უფალი გახსოვთ ალბათ ხო, როდესაც მკვდრეთით ამდგარი პეტრეს აღადგენს მოციქულობის ხარისხში, მაშინ ეუბნება მას, გიყვარმეა პეტრე, უпроსტად სვიმონ იონასო, ძველი სახელით მიმართავს მას. დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, აძოვენ კრავნი ჩემნი. დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი სამჯერ ეუბნება. ანუ ჩემი სიყვარული დაამტკიცე იმით, რომ ჩემ ცხვრებს გაუფრთხილდები. და ვინ არიან ჩემი ცხვრები? ცხვრები? არა, ადამიანები. სიტყვიერნი ცხოვარნი, ესე ქვია ადამიანს. მეტყველი ცხოვარი ღვთისა. მაგრამ ზოგი ცხოვარია და ზოგი თხა არის. თხები არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ თხა ჯიუტია. თხა ამპარტავანია, თხა არის ბოროტების სიმბოლო. ფიზიკურად ჩვეულებრივი თხა კი არა, თხამ არაფერი არ დააშავა, ეხლა ვინმეს თხა ისმაგი არ გიგონოთ. უბრალოდ მისი სიჯიუტიდან გამომდინარე ადარებს უფალი. და ცხოვარი სიმშვიდის სიმბოლოა, მორჩილების სიმბოლოა. ვითარცა ცხოვარი კლად მიიგვარაო, უფალზეა ნათქვამი. და ვითარცა ტარიგი ესრედ არა აღაღებს პირსა თვისაო, უხმობელათო. ცხვარი ხმას არიდებს, როცა კლავენ. შეიძლება მანამდე იბღავლოს ცოტა, მაგრამ როცა კლავენ ხმას არიღებს. საცოდაობაა თუ ვინმეს გინახავთ ცხვრის დაკლა. ალბათ გინახავთ. საშინელება, მორჩილად ელოდება, როდის გამოუსვევს ყელში ჯალათი დანას. აი ესე არის ჩემო კარგებო, ჩვენც ცხვრები ვართ უფლისა და თითოეულ ჩვენთაგანს ამ შემთხვევაში მოძღვრებს, მე ხარ ცოტა სხვა პოზიციაში ვარ თქვენგან განსხვავებით, უფალი გვავალებს, რომ ვიყოთ ერთგული მწყემსები. ერთგული მწყემსი რას აკეთებსო, რას ამბობს უფალი? წყემსმან კეთილმან სული თვისი დაზდვის ცხოვართათვისო. და ვინც სასყიდლით არის დადგინებული, ანუ რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური გამორჩენა აინტერესებს აი თავისი მწყემსობიდან, ისო რომ დაინახავს, რომ გელსო გაიქცევაო, თავის თავს გაუფრთხილდებაო. და იმ ცხვრებს უკვე ყურადღებას აღარ მიაქცევა, მიატოვებს, გელს შეატოვებს. მაგრამო აი რომელიც მწყემსი კეთილიაო და რო ის ცხვრები მას თავისად რო ყავს გაიგივებული, რა თქმა უნდა უფლისაა ის ცხვრები, იმიტომ რომ უფალი გეუბნება, დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. შენ რო არ გეგონოსო შენია ის ცხვრები, არა, ჩემია ის ცხვრები. უფალი გეუბნება, თითოეული მათგანი ჩემია. ჩემი გაჩენილია, ჩემი ქმნილებაა, ჩემი შვილია. შენ უპატრონე მას. შეძლებ, აი თუ შეძლებ, ამით გამოხატავ ჩემს სიყვარულს. ამით გამოხატავ შენ კეთილ მწყემსობას. თუ კი შენ შეგეძლება რომ სული შენი დაზდვა თითოეული მათგანისათვის. ესე დასრულდა დღევანდელი საუბარი, დღევანდელი თემა ჩვენი ქადაგებისა. შემდეგ სამშაბათს გავაგრძელებთ უკვე მე-10 თავს. მადლობა ყურადღებისათვის და კარგად გაგზავნებთ.